გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს გვაქვს პრაქტიკული ნაწილის მეოთხე ლექცია NLP პრაქტიკები. და შემოგთავაზებთ რამოდენიმე პრაქტიკას. პირველი ანჩორინგი, ანუ დაღუზვა. ეს არის ემოციური დაღუზვა. მიზანი სასურველი მდგომარეობის სწრაფი მიღება. ამ მდგომარეობის გამოწვევა. გაიხსენეთ მომენტი, როდესაც თავს ძალიან თავდაჯერებულად, ძლიერად ან ბედნიერად გრძნობდით. მთლიანად შედით ამ მოგონებაში, აღიდგინეთ თქვენს წარმოსახვაში, ფერები, ხმების, შეგრძნებების სიტუაცია, გარემო. ყველაფერი აღიდგინეთ და თვალდახოჭული შედით ამ მდგომარეობაში. ამ განცდის პიკზე შეეხეთ კონკრეტულ ადგილს თქვენ სხეულზე, მაგალითად ხელით მტევას, მაჯას ან თითებს. გაიმეორეთ ეს ქცევა რამდენჯერმე. შემდგომ მოგვიანებით ამ ადგილზე შეხებით, შეგიძლიათ სწრაფად გამოიწვიოთ იგივე ემოციური, პოზიტიური მდგომარეობა. ზუსტად ასეთივენაირად ხდება საგნებისა და კრისტალების დამოუკიდებლად. დადებითი პოზიტიური სასურველი ემოციებითა და ენერგიებით. მეორე, რესურსული მე. მიზანი საუკეთესო, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის მიღება. წარმოიდგინეთ, თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ თქვენი იდეალური მე. ისეთი როგორიც გინდათ რომ იყოთ. მეტი ძალით, მეტი თავდაჯერებულობით, მეტი სიმშვიდით, მეტი წარმატებით, ბედნიერებით, სილაღით, თავისუფლებით და ასე შემდეგ, ანუ რაღაცა პოზიტიური მოხდეთ. მერე შეხედეთ თქვენს თავს წარმოსახვაში. ეს იდეალური მე, როგორ დგას, როგორ სუნთქავს, როგორი გაუმეტყველება აქვს, როგორ ლაპარაკობს და თითქოს გაადადით მის სხეულში. და შეიგრძენით, უკვე შიგნიდან შეიგრძენით ეს მდგომარეობა და ენერგია. და წარმოიდგინეთ, რომ ეს მდგომარეობა, ეს რესურსი თქვენში ერთიანდება. მაქსიმალურად შეიგრძენით ეს და თითქოს ღრმა ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით, ჩაამაგრეთ ეს თქვენში. მესამე, სუბმოდალობების შეცვლა. Inner movie editing. მიზანი, ნეგატიური ემოციის დამუშავება. გაიხსენეთ სიტუაცია, სადაც ცუდად გრძნობდით თავს. წარმოიდგინეთ, რომ კინოთეატრის დარბაზში ეკრანს უყურებთ და ეს სიტუაცია ფილმია. ყველაზე ნეგატიური მომენტის კადრი წარმოიდგინეთ, რომ ის ჯერ ფერადია, შემდეგ გახადეთ შავთეთრი. შეანელეთ ეს კადრი ან დააჩქარეთ. ეს უკვე თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. და შეამცირეთ ხმა. როდესაც გონებაში ცვლით ამ ფილმის პარამეტრებს, ემოციური რეაქციაც, ემოციური დამოკიდებულებაც მისდამი იცვლება. შემდგომ დააპატარავეთ ეს გამოსახულება, აქციეთ წერტილის ხელად და გააქრეთ. შეგიძლიათ ამით დაასრულოთ ეს პრაქტიკა, ან შეგიძლიათ გააგრძელოთ პროცესი ახალი დადებითი ვერსიის შემოტანით. იმის სანაცვლოდ, რაც იყო, სასურველი ფერადი სურათი წარმოედგინეთ ეკრანზე, გაადიდეთ და თითქოს ამ ეკრანში შეხვედით და შემდეგ აამოძრავეთ ეს როგორც ფილმი. უკვე წარმოედგინეთ, რომ უკვე ამ ფილმს კი არ უყურებთ, არამედ შიგნით ახართ, ეს უკვე რეალობაა, ფილმი რეალობად იქცა და ამ რეალობაში უკვე თქვენ მთავარი მოქმედი პირი ხართ. ესეც ღრმად ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით, ჩაამაგრეთ. მეოთხე სარკული პრაქტიკა. მიზანი, უკეთესად გაიგო სხვა ადამიანი და მასთან დაამყარო ენერგეტიკული კავშირი. როდესაც მასთან საუბრობ, დააკვირდი ის როგორ ზის, როგორ სუნთქავს, რა ინტონაციით ლაპარაკობს, რა გაუმეტყველება აქვს. პოზას, ანუ ყველაფერს დააკვირდეთ. დეტალებზე გადაიტანეთ ყურადღება და შეისწავლეთ. ნელ-ნელა მოერგეთ მის რიტმს, მაგალითად სუნთქვას ან პოზას. ანუ გააკეთეთ მისი კოპირება, აყევით ესე ვთქვათ. ეს ქმნის ნდობისა და ერთტალღაზე ყოფნის განცდას. და ეს ძალიან დაგეხმარებათ ამ ადამიანთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარებაში. მეხუთე, მომავლის პროექცია, future facing.
მიზანი არის სასურველი შედეგის პროგრამირება. წარმოიდგინეთ მომავალი სიტუაცია, რომელშიც გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ. ეს შეიძლება იყოს ინტერვიუ, შეიძლება იყოს პირადი ან საქმიანი შეხვედრა, საჯარო გამოსვლა და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ როგორ შედიხართ ამ სიტუაციაში თავდაჯერებულად და როგორ გიმართლებთ. შეიგრძენით ეს ემოცია და წარმოიდგინეთ რომ ეს უკვე მოხდა და ეს ემოცია განიცადეთ. ასეთნაირად თქვენს ტვინში იქმნება გეზი, განწყობა და რეალობაში სიტუაცია გაცილებით უფრო მარტივად შესრულდება. მეექვსე ჩანაცვლება. მიზანი არასასურველი ჩვევის ან მოვლენის სასურველით ჩანაცვლება. მარჯვნივ წარმოიდგინეთ ფოტო ფერადად იმ კადრით, რაც გინდათ რომ მოიშოვოთ. ხოლო მარცხნივ წარმოიდგინეთ იგივე ზომის ფოტო, შავ-თეთრი, ის რაც გინდათ ამის ნაცვლად. ჯერ შეხედეთ ფერად ფოტოს, მერე შავ-თეთრს. ის რაც ფერადია მარჯვენა მხარეს გახადეთ შავ-თეთრი და დააპატარავეთ ან უკან დაწიეთ. ხოლო ის რაც გსურთ რომ მიიღოთ, გააფერადეთ, რაც შეიძლება ხასხასა და მკვეთრი ფერებით და გაზარდეთ ან წინ წამოსწიეთ. შემდგომ ისევ გადაიტანეთ მზერა მარჯვნივ და კიდევ უფრო შორს წაიღეთ სიღრმეში და დააპატარავეთ არასასურველი კადრი. მერე ისევ გადმოიტანეთ მზერა მარცხნივ და კიდევ უფრო გაზარდეთ და მოიტანეთ ახლოს სასურველი კადრი. ასე გაიმეორეთ აქეთ-იქით ეს ყურადღების გადატანა მანამდე, სანამდე არასასურველი ჯერ წერტილის ხელა გახდება და მერე გაქრება. ხოლო სასურველი იმდენად გაზარდეთ და მოიახლოვეთ, რომ ეს სურათი მთლიანად დაიპყროს თქვენ წინ არსებული სივრცე, მერე სურათი გააცოცხლეთ და თითქოს შინ შეხვედით. ანუ გაითავისეთ. მერე მდგომარეობა შეიგრძენით, ემოციურადაც შეიგრძენით, ღრმად ჩაესუნთქეთ, ამოესუნთქეთ და აი თითქოს ჩაიბეჭდეთ თქვენში, ანუ გაითავისეთ. როდესაც სასურველ ეფექტზე ვმუშაობთ, შეგიძლიათ ამას დაამატოთ დაანჩორების, ანუ ჩამაგრების ტექნიკა, რითიც თავიდან დავიწყეთ. ასევე იგივე პრინციპით შეგიძლიათ დამოხტოთ რაიმე ნივთი ან კრისტალი. დღეს მე ამით გემშვიდობებით, ჩვენი ლექცია დამთავრდა, მომავალ შეხვედრამდე.